ახლა კი ჩვენი Facebook ამბები. ჩვენ ტრადიციულად ჩვენს Facebook გვერდზე დავწერეთ სტატუსი. ვიცით რომ ქართველები ნიჭიერები ვართ, მაგრამ ზარმაცები. და ვთხოვეთ ჩვენ გამომწერებს დაეკომენტარებინათ სხვა რა ორიგინალური თვისებები გვახასიათებს ქართველებს. მადლობა მინდა ვუთხრა ყველას, ვინც არ დაიზარა და გამოგვეხმაურა და გაგაცნობთ ყველაზე ორიგინალურ კომენტარებს. დავიწყოთ. ლევან ჩანგელია წერს, ხოლოდ ქართველებს შეუძლიათ კაცი შიმშილით მოკლან და მერე 300 კაციანი ქელიხი გადაუხადონ. სამაგიროთ მიუვა ლევან. გიორგი ქადაგიძე წერს, მხოლოდ ქართველები თვლიან, რომ თუ ბოთლს ან რაიმე ნივთს ნაზად დადებ ხის ძირში ან ბორდიურზე, მაშინ ეს ნაგვის დაყრა არ არის. ვაგრძელებ იგივე თემას. კარლო ცერცვაძე წერს, მხოლოდ ქართველებს შეუძლიათ გახეული ჯიბიდან შარვლის თათის გავლით დაყაროს ნაგავი. მგონი ამას თვითონ აქვს გაკეთებული და ჩვენ გვაბრალებს. ბექა ღონღაძე, აი ზებრაზე რომ გადავდივართ, ოღონდ ნახევრამდე და მერე რომელ მხარესაც მივდივართ, იმ მიმართულებით გადავჭრით ხოლმე შუა გზაზე. ბექა, იცი რა არის, ეს ჩვენი ბრალი არ არის. სწორად უნდა იყოს დახაზული ზებრა. აი მაგალითად ასე. მხოლოდ ქართველებს შეგვიძლია 30 კაციან ავტობუსში ნახევარი ვარკეთელის ჩატევა. კი ბატონო, მხოლოდ ქართველებს შეგვიძლია იმდენი ღვინის დალევა, რამდენიც არ შეგვიძლია. ბავშვს თუ კარგი თვისებები აქვს, ამბობენ ჩვენ გვგავსო. და თუ ცუდი აღმოაჩნდა, ნეტა ვიზდაებს გავსა. მხოლოდ ქართველმა იცის მაზლიშვილის ქვისლის დაბადების დღე როდისაა. შემდეგი კომენტარი. ქართველები იმდენად ჭკვიანები ვართ, რომ მხოლოდ სიმთვრალეში გამოვხატავთ ჭკვიანურ აზრებს. აბა ფხიზელზე ვისცალია ჭკვიანური აზრებისთვისო. ხო. ეს კომენტარი წესით არ უნდა მომხდარიყო ამ რუბრიკაში, მაგრამ ნახეთ ვინ არის ავტორი? გიგა ქაჯაია. გიგა, მეორედ უფრო სასაცილო კომენტარს თუ არ დაწერ, ამ რუბრიკაში ვეღარ მოხვდები ესე მარტო არ. ხო, აი მაინც ახლა ქართველი რო ვარ, მოგვარე გაუჩალიჩე რა, მოხდა ჩვენს Facebook ამბებში. ეს იყო ჩვენი Facebook რუბრიკა. მოიწონეთ ჩვენი გვერდი, Facebook-ზე იაქტიურეთ და ასევე გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი ღამის შოუ პირველზე.